იყოს მოხუცები ამოვწუროთ და. მოხუცები ამოვწუროთ, ესეა მოხუცებისთვის არავინ არ არის. ჩესტერის მეორე მეკარე იყო მატეო მინიმუმ ერთ-ერთსა და იმავე იწყება სახელი და გვარი. ცოლის. ვინ? ბერძენი რო გარდაიცვალა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საფეხბურთო პრესინგს, სადაც შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მოთამაშეები, წინა სეზონის გამორჩეული გმირები და უბრალოდ ფეხბურთის მოყვარულები ერთმანეთს ჰეინეკენისა და სეტანტა სპორტის საჩუქრისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორკაციანი საგზურისთვის დაუპირისპირდებიან. დღევანდელ მეოთხედფინალურ თამაში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. თაზო ჩარკვიანი, მე ვარ თაზო ჩარკვიანი, 23 წლის სპორტული ჟურნალისტი. წინა პრესინგშიც ვიღებდი მონაწილეობას და ეხლაც შესაჩევი ეტაპი გავიარე. ჩემი ფავორიტი გუნდია მადრიდის რეალი, ფავორიტი ფეხბურთელი სერხიო რამოსი. ძალიან მომწონს პრესინგი, იმედია წინარე გამოცდილება დამეხმარება, რომ ამ სეზონში მივახციო წარმატებას. ბაკურ ხუბულავა, 28 წლის ტრენერი ლექტორი. პრესინგი მანამდეც მითამაშია და ეს გამოცდილება ერთგვარად დამეხმარა, რომ ამ სეზონზეც ყოფილიყავი. ჩემი საყვარელი გუნდია მიუნხენის ბაიერნი, საყვარელი ფეხბურთელი ვის გამოც ყურება დავიწყე მიქაელ ბალაკი, ამ ეტაპზე თომას მიულერი მოქმედებიდან. და ნიკოლოზ კვარაცხელია. ნიკოლოზ კვარაცხელია 23 წლის არქიტექტორი. პრესინგზე მოხვდი შესარჩევი ეტაპიდან. ფავორიტი გუნდი ბარსელონა, ფეხბურთელი ლიონელ მესი. სად ვართ მეგობრებო? პირველად ვართ. დავიწყოთ პირველი რაუნდის შეტევა. პირველი რაუნდის წესებს შეგახსენებთ, თქვენ წინაშე გამოჩნდება 4 სხვადასხვა კლუბის სხვადასხვა სეზონი, რიგირობით დაბლოკავთ თითოეულ კლუბს, დარჩენილ ერთ კლუბზე კი ითამაშებთ, რაც უფრო ნაკლებგოლიან ფეხბურთელ სიტყვით, უფრო მაღალ ქულას მიიღებთ და თუ სამჯერ არ გასტრაიქტებით, მაშინ ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე გაიმარჯვებს. თუ 3 სტრაიკს მიიღებს ორი მოთამაშე, მაშინ ავტომატურად მესამე მოთამაშე იქნება გამარჯვებული. დავიწყოთ. დღევანდელი კლუბებია Manchester City 2012-13 წლების, Roma 2014-15 წლების, Ajax 95-96 და Lyon 2004-2005 წლებიდან. აბა ვინ დაბლოკავს პირველი? მე დაბლოკავ თაზო? ლიონი 2004-5-ს. ლიონი აღარ არის. ბაკურ? რომას დაბლოკავ. Roma, City თუ Ajax-ი, ნიკოლოზ? City ვითამაშოთ. City ვითამაშოთ 2012-13 წლების City. ბოლოს დაბლოკა ნიკოლოზმა და ნიკოლოზი დაიწყებს. სამირ ნასრი. სამირ ნასრიმ ამ სეზონში გაიტანა 2 გოლი და ეს 6 ქულაა. იყოს მარიო ბალოტელი. ბალოტელიმ ამ სეზონში 1 გოლი გაიტანა და ეს 7 ქულაა. ე딘 ჯეკო. ჯეკო თავარი ბომბარდირი იყო და ეს 1 ქულაა. კოლაროვი. კოლაროვმა 1 გოლი გაიტანა და ეს 7 ქულა. იყოს იაია ტურე. იაია ტურემ ამ სეზონში გაიტანა 7 გოლი და ეს არის 4 ქულა. მოდი იყოს გავრისკოთ ჯერმიან ლესკოტი. ჯერმეინ ლესკოტმა ამ სეზონში 1 გოლი გაიტანა ასევე და ესეც 7 ქულაა. კომპანი. ვინსან კომპანიიმ ამ სეზონში ასევე 1 გოლი გაიტანა და ესეც 7 ქულაა. დავით სილვა. დავით სილვა 4 გოლით 5 ქულა არის. მოდი იყოს ბარტონი. ბარტონი პირველი სტრაიკია. ნიკოლოზ? ზაბალეტა. ზაბალეტამ ამ სეზონში 2 გოლი გაიტანა და ეს 6 ქულაა. მოდი სერხიო აგუერო. სერხიო აგუერომ 12 გოლის გატანა მოახერხა ამ სეზონში, მეორე საუკეთესო ბომბარდირი იყო გუნდის და ეს 2 ქულაა. ეს კაციც იყო მაგ სიტიში, ოღონდ გოლი ამდენად გაიტანა, არ მახსოვს, მაგრამ გავრისკოთ კოლო ტურე. კოლო ტურე მეორე სტრაიკია. გარეთ ბერი. გარეთ ბერიმ 1 გოლი გაიტანა ამ სეზონში და ეს 7 ქულაა. ჯეიმს მილნერი. ჯეიმს მილნერმაც მოახერხა და 4 გოლი გაიტანა, რაც 5 ქულაა. ბაკურ, ეხლა თუ არასწორად უპასუხე, მესამე სტრაიკი იქნება და ამ რაუნდს გამოემშვიდობები.
აბა ლედ დრო არის ჯერ პატარა იყო ფერნანდინი მან არ იყო მაგ სეზონში სტრაიკი მესამე სტრაიკი ამ რაუნდს დაემშვიდობა შესაბამისად 0 ქულა აიღე ამ რაუნდში შეგახსენებთ რომ პირველზე ვინც გავა ის აიღებს 50-ს მეორეზე გასული კი 30 ქულას ნიკოლოს იოვეტიჩი არის პირველი სტრაიკი შენთვის მახსოვს ამ სეზონში იყო თუ არა იყოს ხესუს ნავასი ხესუს ნავასი ასევე სტრაიკი არის ამ მომენტისთვის თითო სტრაიკი გაქვთ 33 ქულა აქვს ნიკოლოს და 23 აქვს თაზოს რაც იმას ნიშნავს რომ კიდევ ორი სტრაიკის აღების შემთხვევაში თანაბრად თუ დაამთავრეთ სტრაიკებით ნიკოლოზი გაიმარჯვებს ამ რაუნდში ნიკოლოს მესამე საუკეთესო ბომბარდირი არ გითქვამთ და კიდე 4 ქულიანი ერთი კაცი დარჩენილი ყავთ ხო მე მგონი არა 4 ქულიანი ყველა თქვით 4 ქულიანი უფრო სწორად 2 გოლიანი დარჩენილი არის კიდე 2 არ მახსოვს თუ იყო აქ კიდე მიკა რიჩარდსი იყოს მიკა რიჩარდსი ასევე სტრაიკია გაილ კლიში სტრაიკი არის ორი სტრაიკი გაქვთ აბა ვნახოთ ვეღარ ვიხსენებ ვერავის მესამე სტრაიკი ანუ თაზო ეხა თუ სწორად იტყვი ამ სამი დარჩენილი ფეხბურთელიდან ერთს მაინც რაუნდი შენია ავი იყოს ნაიჯელ დე იონგი სტრაიკია მეგობრებო ნაიჯელ დე იონგი რაც იმას ნიშნავს რომ ნიკოლოზმა აიღო 50 ქულა ამ რაუნდში 30 აიღო თაზომ გეტყვით ვინც დაგჩათ ეს არის კარლოს ტევესი ეს არის ხავი გარსია და როდველი ტევესი ძალიან გამიკვირდა მეც არ მოგატყუებთ რომ ვერ გაიხსენეთ და გადავიდეთ მეორე რაუნდზე ჰეინეკენის რაუნდი ტაქტიკოსი ჰეინეკენის რაუნდი ტაქტიკოსი აქაც წესები კვლავ უცვლელია გვექნება 5 განსხვავებული თემა გვექნება 10 20 და 30 ქულიანი შეკითხვა ვინც ირჩევს კითხვას ის არ მინუსდება თავის შეკითხვაზე თუმცა დასწრებაზე დარჩენილ 2 მოთამაშეს შეუძლია ამ კითხვაზე ითამაშოს მაგრამ არასწორი პასუხის შემთხვევაში -10 ქულას აიღებს ნიშნულობა არ აქვს რამდენ ქულიანი შეკითხვა იქნება მეორე რაუნდის დიდი თემა არის ფილმები 5 სხვადასხვა ფილმის სათაური არის დღეს თქვენ წინ და ეს სათაურები აერთიანებენ სხვადასხვა თემებს მაგალითად მებრძოლთა კლუბი აერთიანებს მებრძოლ ფეხბურთელებს, შემდეგ მიდი და ნახე ვარის თემა არის, მატრიცა არის, რაღაც უცნაურობები, რომლებიც ფეხბურთზე მოხდა, მოხუცებისთვის ადგილი არ არის კი ასაკოვან ფეხბურთელებზე, ან დიდ ასაკში, ვისაც უთამაშია ამ ფეხბურთელებზე და ერთი perfect blue, ანუ იდეალური ლურჯი კი ლურჯ ფორმიან ფეხბურთელების შესახებ კითხვებს გააერთიანებს. პირველი რაუნდი მოიგო ნიკოლოზმა შესაბამისად პირველი სწორედ ის აირჩევს ახლა რომელი თემით უნდა რომ გახსნას ეს რაუნდი. ვარით დავიწყოთ 20. მიდი და ნახე 20. 2023 წელს პრემიერ ლიგის ამ მატჩში იმდენად აშკარა გოლი არ ჩათვალა ვარმა, რომ პრემიერ ლიგამ ვიდეო ასისტენტ საჯების აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც კარგად ისმის, როგორ იღებს ტექნიკური პერსონალი გადაწყვეტილებას, სწორად აფასებს სიტუაციას, თუმცა შემდეგ მის კომუნიკაცია ხდება და გოლს მთავარი მსაჯი არ თვლის. უნდა დაასახელოთ ორივე გუნდი, რომელიც მონაწილეობდა ამ ეპიზოდში, ამ თამაშში. ლივერპული არსენალი. ეს არასწორია. არც ერთი არ პასუხობთ. ამ შეკითხვაზე პასუხს ახლა არ ვიტყვი, იმიტომ რომ მიზეზთა და მიზეზთა გამო. მანჩესტერი ლივერპული მახსოვს. შემდეგი, თაზო. იყოს მოხუცებისთვის ადგილი რა 20. მოხუცებისთვის ადგილი არ არის 20. როდესაც 2023 წელს ბოლო თამაში მოედანზე გამოვიდა, 53 წლის იყო. კარიერის უდიდესი ნაწილი ბეტისის წარმატებას დაუთმო. თუმცა ვალენსიაში 5 წლიანი საინტერესო პერიოდიც ჰქონდა. ხოაკინ სანჩეს. +20 ქულა თაზო. მებრძოლთა კლუბი 20 იყოს. მებრძოლთა კლუბი 20.
ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის სპარტაკთან დაპირისპირებისას დევიდ ბატი და გრემ ლესო ერთმანეთს დაერივნენ. მათმა გუნდმა ის თამაში 3-0 წააგო და საბოლოოდ ჯგუფური ეტაპი ბოლო ადგილზე დაასრულა. უნდა მითხრა, რა გუნდზეა საუბარი? დევიდ ბატი და გრემ ლესო. მანჩესტერ იუნაიტედი? ეს არასწორი პასუხია. ეს გუნდი იყო 90-იან წლებში ბლეკბერნი, სადაც თამაშობდნენ ეს ფეხბურთელები. და იმდენი მოახერხესო ჯგუფში ბოლოზე გავიდნენ. მაშინ ჩემპიონთა ლიგა ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო. ნიკოლას. იდეალური ლურჯი 20. იდეალური ლურჯი 20. ჩილეს საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გუნდი და მარსელო სალასის მშობლიური კლუბი. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ჩემპიონატში ცოტა თუ შეედრება, საერთაშორისო ასპარეზზე დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნის. ლიბერტადორესის თასზე 4 ნახევარფინალია საუკეთესო მიღწევა. მათ შორის ბოლო 2012 წელს იყო. შიდა ასპარეზზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი არის. კოლო-კოლო. ეს არასწორია. ბაკურ? იდეაში მეც მაგას ვარტყი, მაგრამ მოდი იყოს აკადემია უნივერსიტეტ თუ უნივერსიტეტი როგორც გამოი. -10 კულა. ეს არის უნივერსიტეტ დე ჩილე, მესამე გუნდია. თაზო. მოვწუროთ 20-იანები მატრიციდან. მატრიცა 20. 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეს დებიუტანტი ნაკრები ბრაზილიასთან ერთად უმთავრეს ფავორიტად ითვლებოდა. პირველი თამაში მოიგეს, მეორეში კი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან წააგეს. საბოლოოდ კი ესპანეთმა ჯგუფში ჩატოვა. ინგლისის ნაკრები. +20 კულა. ბაკურ? მოხუცებისთვის ადგილი არ არის 30 იყოს. მოხუცები 30. ეს ფეხბურთელი 43 წლისაა და პენსიაზე გასვლას ჯერ არ აპირებს. ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა 1 წლის წინ კოპა ლიბერტადორესზე გაიტანა და ტურნირის ისტორიაში მეორე ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი გახდა. სანაკრებო კარიერა დიდი ხანია დაასრულა. ეროვნულ ნაკრებთან ერთად საუკეთესო მიღწევა 2011 წელს კოპა ამერიკაზე მოგებული ვერცხლის მედალია. დანტე. არასწორია. მეორე დააჭირა თაზომ. როკე სანტა-კრუსი. +30 კულა. როკე სანტა-კრუსია მეგობრებო ეს ფეხბურთელი. ნიკოლოს? მიდიდან 9. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ანტუან გრიზმანს ამ ნაკრების წინააღმდეგ გამათანაბრებელი გოლი არ ჩაუთვალეს. ვარმა თამაშგარე დააფიქსირა, რომელიც სინამდვილეში არასწორი გადაწყვეტილება იყო. საფრანგეთმა ის მატჩი წააგო. თამაშის ვიდეო ასისტენტი აბდულა არ მარიკი ამ თამაშის შემდეგ ჩემპიონატიდან მოხსნეს. უნდა მითხრა მეტოქე ვინ იყო. საფრანგეთის ჯგუფში წააგეს ამ გუნდთან. ბოლო მსოფლიოზე. მახსოვს ტუნისი. +10 კულა, ტუნისი იყო ნამდვილად. თაზო. იყოს მოხუცები ამოვწუროთ და მოხუცები ამოვწუროთ, ესეა მოხუცებისთვის არავინ არ არის აქ. ამ დიადმა ფეხბურთელმა კარიერა 2023 წელს 45 წლის ასაკში პარმაში დაასრულა. იქ სადაც მისი ახალგაზრდული და პროფესიონალური კარიერა დაიწყო, სადაც პირველად გაიბრძინა. ჯანლუიჯი ბუფონი. ეს +10 კულა არის. აი მებრძოლთა კლუბი 10 იყოს ავიღო. ახოთ. ხიდზე ბრძოლის სახელით ცნობილ თამაში ჩელსი სწორედ ამ კლუბს დაუპირისპირდა და სამკვდრო სასიცოცხლო პაექრობაში 2-2 დაასრულა შეხვედრა. ფრე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ლესტერს ჩემპიონობა ეზეიმა. ტოტენჰემი. +10 კულა. იდეალური ლურჯი 10. იდეალური ლურჯი. ქართველმა ფორვარდმა ამ ლურჯფორმიანი გუნდის მაისურით 123 შეხვედრაში 51 გოლის გატანა მოახერხა. ჩემპიონატში ამ გუნდის ისტორიაში მე-800 გოლიც სწორედ მის ანგარიშზეა. ეს გუნდი უნდა დაასახელა. დინამო თბილისი. არასწორია. ანუ ქართველი უცხოეთში უნდა იყოს, მოღამიეგა. იყოს ხო? კი. რეინჯერსი. +10 კულა. ამ მომენტში თაზოს აქვს 120 კულა,
ნიკოლოზი არის 60 ქულით, ბაკური 0-ზეა, იმიტომ რომ -10-ის შემდეგ ერთ კითხვას უპასუხა სწორად. თაზო? მატრიცა 10-იანი იყოს. მატრიცა 10. მანჩესტერი, ლიონი, დეპორტივო და ფინალში 7 გამარჯვება. ასეთი აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი გლიჩის შემოქმედის გზა. გლიჩი ანუ რაღაც უცნაურობა. პორტ. ლეო 10 ქულა. იყოს მებრძოლთა კლუბი 30. მებრძოლთა კლუბი 30. დეპორტივო კალის, მილიონაროსისა და სანტა-ფეს ამ ნახევარმცველს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი 46 წითელი ბარათი აქვს მიღებული. ზედმეტსახელით შესაბამისი აქვს ხეცი. საინტერესო ისაა, რომ კოლუმბიის ნაკრებში 59 თამაში ჩაატარა და წითელი მხოლოდ ერთხელ დაიმსახურა. სულ კლუბებში იღებდა ამ წითელ ბარათს, ნაკრებში ბევრად 7 ფეხბურთელი იყო. ეგეთი რაღაცა მე არ მოისმაბნევს რომ ევროპაში აღარ ყოფილა. ვალდერამა. არა, ევროპაში ფაქტობრივად არ უთამაშია. ეს ფეხბურთელი არის ხერარდო ბედოია. ნიკოლას? მატრიცა 30. მატრიცა 30. გუნდების რეიტინგის, ფორმის, შედეგების და სხვა ინფორმაციის გაერთიანებით შედგენილი ELO რეიტინგის მიხედვით, ამ ყველაფერს აერთიანებს ხოლმე ესეთი რეიტინგები რა. ეს თამაში მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უდიდესი სენსაციაა. თამაში 1930 წელს შედგა. ტირნანიჩისა და ბეკის გოლებით ამ დღეს უკვე არ არსებულმა ქვეყანამ გაიმარჯვა. დღეს აღარ არსებობს ეს ქვეყანა, თორემ მაშინ არსებობდა. დაასახელეთ ორივე ნაკრები, რომელიც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა. იყოს იუგოსლავია, ბრაზილია. პლუს 30 ქულა. იუგოსლავია, ბრაზილია არის, რომელიც ამ რეიტინგის მიხედვით ყველა დატას თუ დავთვლით, ყველაზე დიდი სენსაცია არის ფურცელზე, რომელიც ოდესმე მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარა. თაზო? იდეალური ლურჯი 30. ეს ის იშვიათი ევროპული გუნდია, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს ნაკრებს არასდროს უთამაშია. ასაკობრივ დონეზე 21 წლამდელთა ევროპის შესარჩევ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და ორი თამაშის ჯამში ეროვნულმა გუნდმა 7-0 გაიმარჯვა. საიდანაც 4 გოლი ნიკა კაჭარავამ გაიტანა. სან მარინო. პლუს 30 ქულა. სან მარინოსთან არ უთამაშია ჩვენს ეროვნულ ნაკრებს არასდროს. და დაგვრჩა ერთი შეკითხვა. მიდი და ნახე 30. 2023 წელს იუვენტუსის სალერნიტანას თამაშის დამატებითი დრო მიმდინარეობდა, როდესაც ამ ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და იუვენტუს გამარჯვება მოუტანა. გახარებულმა მაისური გაიხადა, მატჩში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ვარმა გოლი სრულიად უსამართლოდ არ ჩათვალა. წითელი ბარათი ძალაში დარჩა და მოედანზე არეულობა მიფეთქა. იუვენტუსმა ვერ მოიგო ის თამაში საერთოდ. ამ გოლისო? არა. არასწორია. ნიკოლო, შენ დააჭირე, ხო? ფეხბურთელი? კი, წელი მერე გამახსენდა სხვაზე ვფიქრობდი. ეგ მეც ვიფიქრე. იყოს ვლაჰოვიჩი. არ არის ვლაჰოვიჩის სწორი პასუხი. უჩევიცე იფიქრე? არკადიუშ მილიკი იყო. არკადიუშ მილიკი იყო ეს ფეხბურთელი. უჩევიჩო ადრე იყო ეგ შორტირება. ჰეინეკენის რაუნდი დასრულდა. 160 ქულა აქვს თაზოს, 80 ქულა აქვს ნიკოლოს, ბაკური ჯერჯერობით 0 ქულითაა. ვიწყებთ მესამე რაუნდს კონტრიერში. როგორც ხედავთ, მეგობრებო, მესამე რაუნდს ახალი სახელი ჰქვია, გამომდინარე იქიდან, რომ 2-1-ზე აღარ გვაქვს. ამ რაუნდში ყველანი იქნებით თქვენთვის, თქვენი თავის ამარა. ისევ იქნება 10 შეკითხვა ერთი თემის გარშემო. თემებს აღარ აირჩევთ, პირდაპირ გეტყვით რა თემაზე ითამაშებთ. ოღონდ წესები არის შემდეგი. თუ სწორად პასუხობთ, დასწრებაზე თამაშობთ, თუ სწორად პასუხობთ, იღებთ +20 ქულას, თუ არასწორად პასუხობთ, იღებთ -10 ქულას. როგორც ხვდებით, რისკს მივესალმები. ამიტომაც მაგ ქულები ესე მოფიქრებულ. დავიწყოთ. დღევანდელი მესამე რაუნდის თემებია არა მარტო ბერძნული ტრაგედიები. ანუ ტრაგედიების გარშემო იქნება. პირველი შეკითხვა. 2012-13 წლების სეზონში
90-ე წუთზე გაშვებული გოლი, ბოლო ტურში დათმობილი ჩემპიონობა და ამ პორტუგალიელის მუხლებზე დრამატული. გუნდი უნდა დავასახელოთ? არა. ეს ადამიანი უნდა დაასახელოს. ჟორჟე ჟესუსი თუ ჟეშუში როგორც გამოდის. რიო სოციკულა. სწორია, ჟორჟე ჟესუსი ბენფიკას მწვრთნელი და ეს ლეგენდარული კადრი ალბათ ყველას გინახავთ. მეორე. ჰილსბროს ტრაგედია თვალი ბრბოს ბრალიაო. ამ და მსგავსი განცხადებების გამო და ცხადია არა მარტო განცხადებების, ამ ადამიანს ინგლისელი ფანები განსაკუთრებით ვერ იტანდნენ. მისი გარდაცვალება მერსისაიდში ბევრმა სიხარულით აღნიშნა კიდეც. გეტყვით, რომ ფეხბურთელი საერთოდ არ არის ეს ადამიანი. არც მწვრთნელი. ეს ადამიანი მეგობრებო არის მარგარეტ ტეტჩერი. მესამე. სხვა ყველა ფეხბურთელი იქნება ან ფეხბურთთან დაკავშირებული ადამიანი. 2010 წლის 2 ივლისს გამართული მატჩი ამ ფეხბურთელისთვის ნამდვილი ტრაგედია იყო. არა და პირველ ტაიმში ლამაზი საგოლე გადაცემა შეასრულა. თაზო? ფელიპე მელო. ფელიპე მელო, სწორია. რომელმაც მერე ავტოგოლი გაიტანა, წითელი ბარათი მიიღო და ბრაზილიამ საბოლოოდ წააგო კიდევაც ჰოლანდიასთან ის დაპირისპირება. შემდეგი, 2022 წლის აპრილში ამეკარის მიერ ბურთისთვის ფეხის აცილება ინტერს კონკურენტთან დათმობილ სკუდეტოდ დაუჯდა. უნდა დაასახელოთ ეს მეგარე. ანდრეო ნანა. არასწორია? ჰანდანოვიჩი. ესეც არასწორია. ორივე მინუსათები. კარსონი. არში იდგა იონუტ რადუ, მეგობრებო. მეხუთე. ბრმა ვენეციელი. ეს ზედმეტსახელი შეარქვა ინგლისურმა პრესამ ამ მოთამაშეს, მას შემდეგ რაც მას მეტ ლეტისიეს დარტყმული ფეხებს შორის გაუძრა. უნდა დაასახელოთ ეს ფეხბურთელი. თუ უგვარისის არ მახსოვს. ჩესტერის მეორე მეკარე იყო მატეო ეს ერთსა და იმავე შეიძლება სახელი და გვარი. ძალიან ახლოს იყო პასუხთან ბაკურე, მაგრამ არის მასიმო ტაიბი. 10 გმირი ლომი, ერთი სულელი ბიჭი. ასეთი იყო Daily Mail-ის გარეკანის მთავარი სტატიის სათაური 1998 წლის ბექემი. დევიდ ბექემი, ნამდვილად. ის წითელი ბარათი რომ მიიღო არგენტინასთან და ესე Daily Mail-მაც არ დააყუნა და ეგრევე ეს სისულელე დაარქვა. გასული წლის სექტემბერს ამ ადამიანის მოულოდნელი გარდაცვალება მართლაც ბერძნული ტრაგედიაა. პირველი არის ნიკოლოზე. ცოლის. ვინ? ბერძენი რო გარდაიცვალა. კი, ნამდვილად, მაგრამ გვარი უნდა მითხრა. მე არ მახსოვს. მეორე ვინ იყო? აიცა ცველი მარცხენა მცველი არ არის ბერძნული გვარი. ხო, ბერძნული გვარია, ბრიტანული გვარი აქვს და ეგ არის ბარლოკი კი არა და ბარლოკია. არა, თაზო შენ ხარ მესამე? თუ არ დაგიჭერია? არ დამიჭერია. კარგი. ეს ფეხბურთელი მეგობრებო, ჯორჯ ბალდოკია. მინუსათი. ამ სტადიონზე შეხვდებით საათს, სადაც დრო გაყინულია 15 საათსა და 0 წუთს აჩვენებს. გაჩერებული ანუ საათი და სულ ამ დროს აჩვენებს, რომელიც რაღაც მნიშვნელოვანთან არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული. სტადიონის სახელი უნდა. კი, სტადიონის სახელი. შესაბამისად ძალიან ცნობილი გუნდის სტადიონიც არის, ესეც არ გეტყოდით ახლა, არ შეგეკითხებოდით, რო აქ. ბაკურ? მოდი იყოს ოლტრაფორდი. სწორია, ოლტრაფორდია, იმიტომ რომ მიუნხენის ტრაგედიის დრო. ვფიქრობდი, მაგრამ მიუნხენის ტრაგედიის დრო. შემდეგი. განა არსებობს რამე უფრო მტკივნეული ვიდრე შენს მიერ გაცუდებული პენალტის გამო ნაკრების ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში. ასამოაგიანი. განა სწორედ ეგ მინიშნება იყო სპეციალურად. კლოვის ფერნანდესის ზედმეტსახელად გაუჩო დე კოპას ისტორია 1990 წლის მსოფლიოდან იწყება. თუმცა ბელო ორიზონტეში ის ყველაზე პოპულარული 2014 წლის 8 ივლისს გახდა. რა მატჩი გაიმართა ამ დღეს? თაზო? 2014 წლის 8 ივლისს გერმანია ბრაზილია.
ესე გახსოვდა რომ აი აქ დღეს ზუსტად ეს გაიმართა? ვა, ეგ არის კი, სწორი პასუხი. ნახევარფინალს ემთხვევა დაახლოებით. სწორი პასუხი არის, კი. ბრაზილია, გერმანია. კლაუს ფერნანდესი ბრაზილიის ცნობილი გულშემატკივარია, მეგობრებო და აი, საცირო აბურთ ცნობილი. ესე დასრულდა მესამე რაუნდი, 190 ქულა თაზო, 90 ქულა ნიკოლოზი და 40 ქულა ბაკური. ვიწყებთ მეოთხე რაუნდს, ბოლო თავი. მეოთხე რაუნდის წესები ზუსტად იგივეა. 10 ფეხბურთელი იქნება თქვენს წინ. რიგირობით, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვები. ჯამურად თამაშდება აქ 500 ქულა, როგორც პლუსი, ასევე მინუსი. თუ პირველ მინიშნებაზე გამოიცნობთ ფეხბურთელს არის +50 ქულა და არასწორი პასუხი -10, მეორე +40, -20, +30, -30 და ასე შემდეგ. მოკლედ, ხო, ყოველთვის პასუხი იქნება ფეხბურთელი. შეუძლებელია რაიმე სხვა იყოს, გუნდი, ან ფრინველი, ან წერი, არა, მარტო ფეხბურთელი. დავიწყეთ. პირველი შეკითხვა, პირველი მინიშნება. გაყიდული ტელევიზორის ამბავი ტორინოს აკადემიიდან პირდაპირ ბაიერნში. ანუ გაყიდული ტელევიზორი აქ, იმიტომ აქ თან გეტყვით, რომ მამამისმა მართლა ტელევიზორი გაყიდა წლების წინ, როცა ეს ბავშვი იწყებდა, მაშინ ბავშვი იწყებდა ფეხბურთის თამაშს და ამითი დაეხმარა მას რაღაც საფეხბურთო გზა გაეკვალა. ფული გადაიხადა მოკლედ, რომ იარა ფეხბურთზე. მეორე მინიშნება. 1991 წელს FIFA-ს 17 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული. არ უყურებთ 17 წლამდელთა ჩემპიონატებს? 91 წელს ფიზიკურად ვერ შეხვედრე. ჰაილაითებით არ გვინდა. მესამე. გოდოს მოლოდინში არასდროს ყოფილა, მაგრამ სოფლიოზე თამაშს კარგა ხანს ელოდა. ტორინოს აკადემია და გოდოს მოლოდინი, ის რა გვარია. შემდეგი. კაცი, რომელმაც 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგება ყველაზე მეტად განიცადა. ბაკურ? კუფური. სამუელ კუფური, სწორია, გოდოს მოლოდინში სამუელ ბეკეტის ტორინოს აკადემიამ დამაბნია თორე თავიდან. გოდოს მოლოდინში, იმიტომ რომ გოდო სამუელ ბეკეტის ნაწილი. ეგ მივხვდი კი, მაგრამ და განა მოიგო 91 წელს ჩემი საყვარელი ჩემპიონატი 17 წლამდელთა მსოფლიო. აი ტორინოს აკადემიაში რო იყო, ეგ არ მახსოვდა და მაგ. ხო? შემდეგი შეკითხვა. მისი გვარი პორტუგალიურად ითარგმნება როგორც მაროკოელი. მაროკოელში იგულისხმება ოღონდ, ანუ ესე ეძახდნენ და ესე მოდის ეს სიტყვა, რომ ჩრდილო აფრიკიდან ამოსული ხალხი. მათ შორის მაროკოელებსაც ეძახდნენ. მეორე მინიშნება. ფეხბურთელი, რომელმაც თავისი ვარსკვლავური ომები იოჰან კრუიფ არენაზე დადგა. მესამე. სან-პაულოში დაწყებული კარიერა და ლონდონში წამიერი გაბრწყინება. ლონდონში წამიერ გაბრწყინებაში ამ ლუკას მოურა. ლუკას მოურა, სწორია, ჯორჯ ლუკასის ვარსკვლავური ომები იოჰან კრუიფის არენაზე გემახსოვრებათ ჰეტრიკი გაუტანა აიაქსს და ფაქტობრივად მარტოდ მოუგო თამაში. შემდეგი. წვანე მინდორი ესპანურად. მისი გვარი ასე ითარგმნება. მეორე. ტონი კროუსის აზრით მესამე საუკეთესო ნახევარმცველი. შეიძლება დღეს ეს აზრი შეიცვალა, მაგრამ ნუ თავის დროზე ესე ამბობდა. მესამე არ მithქვამს და მოკლედ პირველ ორში ხარ. კაზემირ. -20 ქულა. მესამე მინიშნება. პატარა ჩიტიდან შევარდენად გახტომა. მეოთხე მინიშნება. ZZ 2 სეზონი ლა ლიგის სიმბოლური გუნდის წევრი. და ბოლო მინიშნება. აქ +10 და -50-ია შეგახსენებთ. ურუგვაის ნაკრების იმედი. ფედერიკო ვალვერდე.
ფედერიკო ვალვერდეა მეგობრებო, სწორი პასუხი. პატარა ჩიტი იყო ზედმეტსახელი და მე თვითონვე გადაიკეთა, შევარდენი მინდა აწიმეწოდებოდესო. ვერდე მწვანე. კი. მეოთხე შეკითხვა. რატომ თამაშობდა დემირსპორში მხოლოდ მანიცის? მეორე მინიშნება. რატომ დაიბადა პალერმოში და კარიერა ლუმენზანეში დაიწყო, ამაზეც ის გიპასუხებთ. რატომ ითამაშა ორივეში, ინტერსა და მილანში, ამაზეც მას მოკითხეთ პასუხი. რატომ არის დღეს ჯენუაში კვლავ მას უნდა გკითხოთ? თაზო. მარიო ბალოტინი. ლიუს ოციკულა. ბოლო მინიშნება იყო, რატომ მუდამ მე? ამაზე პასუხი კი აუცილებლად იცით. მეხუთე შეკითხვის წინ 250 კულა აქვს თაზოს, ნიკოლოზი 70 კულა, ბაკური 60 კულა. ჯერ კიდევ წინ მეგობრებო გვაქვს 250 კულა გაუთამაშებელი შესაბამისად. როგორც ჩემი საყვარელი ფრაზაა, ყველაფერი წინაა. ხშირ შემთხვევაში არასოდეს ყველაფერი წინ არ არის. არა მაინც. პირველი მინიშნება. წყლიდან შობილი, რომელიც ალკმარში არველაძის თანაგუნდელი იყო. ეს წყლიდან შობილთან ერთად ეს ფრაზა წყლიდან გადარჩენილსაც ნიშნავს. გააჩნია რომელ თარგმანს შეხედავთ და რომელი ენიდან. ინგლისური აფრიშუაშია პირდაპირ გეტყვით, არც თარგმნოთ. ალკმარში იყო შოთისთან ერთად. მეორე. ნახევარმცველი, რომელმაც 2018 წელს სოფლიოზე ბრინჯაო მოიგო. მუსა დემბელი. ლიუს 40 კულა. მუსა დემბელია ეს ფეხბურთელი ნამდვილად. ჩემპიონთა ლიგის რეკორდი. ზედიზედ 8 მატჩი, შრალად შენახული კარი. თაზო? იენს ლემანი. ეს სწორი პასუხია. ლიუს 50 კულა თაზოს და აღარა აქ მეგობრებო დარჩენილ მკითხვებს აზრი, თაზო ძალიან წინ გაიჭრა და ნახევარფინალისტია, მიულოცეთ მას და მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. მადლობა მეგობრებო მონაწილეობისთვის და მაინტერესებს პირველ რიგში ნიკოლო შენ დავიწყო, პირველად ითამაშე როგორი იყო, რა მოგეწონა, რა არ მოგეწონა, საკუთარ თამაშიც, ზოგადად თამაშიც და ასე შემდეგ. ძალიან მომეწონა, ჩემ თამაშში რაღაცები არ მომეწონა, რაღაცები მომეწონა, ცოტა ხან დრო დამაკლდა ცოტა, რაღაც არ გავრისკე რაღაცეები და კიდე თუ მომეცემა შანსი აუცილებლად უკეთესად ვითამაში. შვენიერი, მადლობა. ბაკურ? რა ვიცი, მადლობა. მოგოცავთ აზოს. ჩემ თავზე ვარ პირველ რიგში გაბრაზებული, საშინლად ვითამაშე, მეტი რა ვიცი. პაკეტი კარგი იყო, უბრალოდ მე დაანავირიე. თაზო, შერასმეტო. შვენიერი თამაში გამოვიდა, ჩემი თავითაც კმაყოფილი ვარ და წინა გამოცდილება, წინა სეზონების აშკარად დამეხმარა დღეს და სწორედ ამის გამოც ალბათ გავიმარჯვე. შვენიერი, თაზო წარმატება შენ ნახევარფინალში და მე თავარი პრიზისკენ მიმავალ გზაში, რომელიც არის სეტანტას და ჰეინეკენის დაწესებული პრიზი, ჩემპიონთა ლიგის ორკაციანი საგზური მიუნხენში. წარმატებები მეგობრებო და მადლობა მონაწილეობისთვის. Toti!